და აი ასე მივადექით ბოლო 10 წლეულს, 12 წლეულს. და აი აქ მოხდა სწორედ გოგა ახლა ამაზე ვიმსჯელოთ, სწორედ ეგ მომენტია. ის ვინც იბრძოლა სამართლიანობისთვის, რომელთაც კიდევ მეორე მეც მევეკუთვნები. ანუ მე ვიყავი ოპოზიციაში დაუშვათ წინა და იმის წინა ხელისუფლებისაც. ხო? პირველ ეტაპზე და იყო აგრეთვე მეორე, რომელიც გადავიდა, იქაც კარგად გრძნობდა თავს და ბატონი შეიცვალა და ძალიან ბევრი ასეთი იყო და ნაწილმა, ნაწილმა ასე ვთქვათ, რომელმაც უსამართლობა იგემა იქა თუნდაც სამართლიანად, მაგრამ უსამართლობა გადაჭარბებული დოზით და ღამე ჩამორთმევები ბიზნესები და ასე შემდეგ, ის ამას შეეგუა, ის ამაში კარგად მოერგო, კარგად ჩაჯდა, ხო? მაგრამ რეალურად შეიცვალა გოგა ახლა რადიკალურად სურათი იმის შემდეგ? რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არა. ჩვენ ვერ ვნახეთ 12 წლის განმავლობაში, მოდი ვთქვათ, რომ კარგი ინდიკატორია ყოველდღიურობით ყოველი დღე გამოდგება იმ დღისთვის, ვერ შეაფასე, მაგრამ შორიდან რომ გადავხედოთ ზრდა, განვითარება, კი, პირველ წლები რაღაც სულელობა იყო, ზოგი ინერციით, ზოგი შეიძლება კი არა, დარწმუნებული ვარ იმ საჯარო სტრუქტურებში ძალიან ეთილსინდესიერი ადამიანების მიერ გაგრძელდა ბრძოლა შრომა, რომ ევროპასთან ახლოს მისულიყავით და ამის პროდუქტების დაიდო იგივე ვიზელიბერალიზაცია, იგივე შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ასე შემდეგ ბევრი რამ. თუმცა ჩვენ თვალწინ რამდენი ინსტიტუტი ჩამოირღვა, თუნდაც ჩვენთვის შვებულიური ხელნაწერთეორიული ცენტრი და ზედმიწევნით როგორ მიყვა და მიყვა დომინოს პრინციპით ინსტიტუტების ანუ რეალურად ინსტიტუციების და ხო კიდე არ გამოგჩეს აუცილებლად მართალია წინა ხელისუფლება და იმის წინა უშვებდა შეცდომებში და პოლიტიკაში მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის ოფიციალურად არასდროს ანტიდასავლური ესე იგი კურსით არ გამოსულა. იმან კარგად იცოდა რომ არ მოეჭრა ის ტოტი ქვეყნისთვის, რომელზედაც ხედავთ. იმიტომ რომ ის რაც 90-იან წლებში სიმწრით მოვიპოვეთ და ვცდილობთ უბრალოდ დავახლოვდეთ თანდათანობით, დავიწყეთ დაახლოება იმ სამყაროსთან, სადაც კადონის უზენაესობა გამსაზღვრელი. იმ საზოგადოებასთან გადაჭრა არც ერთს არც კი უფიქრია ტოტების. და სააკაშვილის ხელისუფლება მართალია ძალიან არ მოსწონდა რაც მოხდა, მაგრამ მიხვდა რომ ეს არ უნდა გადაეჭრა და არ წასულიყო კიდევ უფრო მეტ კონფრონტაციაზე საკუთარ საზოგადოებასთან და მის პერსპექტივასთან. შეიძლება შეცდომები იყო, ეს იყო, ის იყო, მაგრამ ფაქტია რა, პირველი არჩევნები გადაცემული ხელისუფლება. ანუ რეალურად ეს შეიქმნა სწორედ იმიტომ რომ ის მიხვდა რომ ეს არ უნდა გააკეთოს. და ეხლა რა ხდება? მე არ დაგემარა, როდესაც პირველად მეც ფიქრობდი, რომ რადგან ეს პროდასავლური და ისინი ერთად შეიკრა ამ შემთხვევაში, შეიძლება წავსულიყავით განვითარებით, მაგრამ აი ჩემი პირველი სიგნალი არ ვიცი ვისთვის რა იყო, მაგრამ ჩემთვის პირველი დარტყმა, რომელიც მე მაშინ მივიღე და ძალიან სერიოზულად რის მერეც გადავედი ამ ხელისუფლების მეც ოპოზიციაში, ეს არის საყდრისის აფეთქება. როდესაც ესე იგი რეალურად აღმოჩნდა რომ აი ესეთი უნიკალური განსაკუთრებული ძეგლი, რომელიც არის პირველი სავარაუდოდ პირველი ოქროს საბადო, შეეწირა კერძო ინტერესებს და სახელმწიფო ინტერესები აბსოლუტურად უკანა პლანზე გადავიდა. აი მაშინ მივხვდი მე რომ ეს ისევ არ იყო, ისევე მიდის და ეს სამართალმა ისევ აქ პური არ ჭამა. და რეალურად გამოვიდა რომ ის სასამართლო სისტემა, რომელიც მაშინ ჩამოყალიბდა წინა ხელისუფლების დროს და იმის წინა და დამოუკიდებელ საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ არის, ისევ დამოუკიდებელი არ არის. და ისევ ემსახურება ერთი პარტიის ინტერესებს. უსამართლობას. აქედან გამომდინარე ერთი სეგმენტი, აი ამიტომაც ის სეგმენტი, რომელსაც ჩვენ განვეკუთვნებით, ჩვენ ისევ გავხდით უკმაყოფილოები უკვე აი ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი ხო ხელისუფლება და პარტია არა, ჩვენთვის თავარი სახელმწიფო ინტერესები. მოქალაქის თვალთახედვა და ჭეშმარიტი მოქალაქისთვის ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობაზე არ დგას, ჩვენთვის არის ხელისუფლება ინსტრუმენტი იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი და სახელმწიფო იდგეს კანონიერ საფუძვლებზე და სამოქალაქო განათლება იყოს უმაღლეს დონეზე და თვითშეგნება. და რაც შეეხება მეორე სეგმენტმა აუღო ამ სიტუაციას, კარგად გზნობს თავს და ანუ ის ებღაუჭება ისევ და ეს ის სეგმენტია, რომელიც იყო დისკომფორტში წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ზედმეტი გადაჭარბება მოხდა მათ მიმართ უსამართლობის. და შესაბამისად აი ახლა დადგა ეს ორი ერთმანეთთან შეჯახების წინაშე, ერთი მხრივ წინა ხელისუფლების მომხრები, მეორე მხრივ ჩვენ, რომლებიც ამას
ხელისუფლებას არ უჭერთ ხარს, მაგრამ უჭერთ ხარს კანონიერებას და მეორე მხრივ ის მხარე. და აი ყველაფერი მიდიოდა და ამ იმ დღისთვის, იმ დაპირისპირებისთვის, რომელიც წინაშედაც ეხლა ვართ, რომელსაც ჩვენ ეხლა ვადევნებთ თვალს. მაგრამ აი აქ ერთი მომენტი მოხდა. კი, ყველა ხელისუფლების, ყველა შტო ჯიბა თუ როგორც გინდა დავარქვა, ჩაისვა ჯიბეში, აღმასრულებელი თანდათანობით, ის პროდასავლური ძალები, რომელთან ერთადაც მოვიდა ხელისუფლებაში, ივანიშვილი ყველა ჩამოიშორა და დაიტოვა მხოლოდ ის ძალები, რომლებიც რეალურად მხოლოდ იმას, რასაც ჩასძახებ, ანუ ისე აბსოლუტური ვერტიკალი დაამყარა. თქვათ ხო, ერთპიროვნული გამოხშირა, მხოლოდ ისინი, რომლებიც ვერ არის მის. ანუ ესე ზუსტად იგივე ვერტიკალი ჩამოყალიბდა, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს, რაც იყო ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი, აბსოლუტურად. საკანონმდებლო აბსოლუტურად გამოიხშირა, აღმასრულებელი გამოიხშირა, სასამართლო გამოიხშირა როგორც ერთი შტო ასე ვთქვათ სასამართლოს ერთი შტო პროკურატურა სასამართლო საკონსტიტუციო ყველგან მოხდა ეს სიტუაცია მაგრამ ერთადერთი რამ გაიქცა ხელიდან ახალგაზრდა თაობა აი რომელიც ამასობაში გაიზარდა რომელიც როდესაც სააკაშვილის ცვლილება მოხდა მაშინ რომელსაც ჯენზებს ვეძახით ეს არის 97 წლის მერე დაბადებული თაობა რომელიც იმ დროს იყო ისეთი პატარა რომელსაც არც სააკაშვილის არც თავრობა ახსოვს ანუ არც ის ტკივილები განუცდია და არც სიხარული ერთადერთი იმ დროს დაიბადნენ მაგრამ აღზრდის მომენტი უკვე აქ არის ეს არის თაობა რომელსაც არ ახსოვს იქ რა ხდებოდა მაგრამ მან იცის გლობალურად მან იცის ინტერნეტი შეიძლება რაღაცა პრეტენზია გქონდეს მათ ინტელექტზე განათლებაზე კითხვა იმიტომ რომ ძალიან დიდ მაგრამ ინფორმაცია აქვს დიდი ის არჩევს უკვე ჩემგან განსხვავებით ჩემი თაობისგან და ცოტა იმ ოდნავ ჩემზე პატარებისგან არჩევს კარგს და ცუდს არ ტყუდება იმიტომ რომ ვერ მოატყუებ ეხლა მათ უნდა ვკითხოთ. მაგას ვიძახი, არ ტყუდება და აქედან ეს არ არის ერთი და ორ კაცზე ლაპარაკი, ეს არის მასობრივად არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ერთი მხრივ. ჩვენი თაობა და ჩვენზე შედარება, ვინც სამოქალაქო განათლება მიღებული გვაქვს და ვიწვალეთ და ჩამოყალიბდით იმ ჭეშმარიტ ფასეულების მატარებლად, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში. და მეორე რომელსაც ეს უკვე ინსტინქტურად აქვს, რომლებიც ამით შინაგანად აქვს და ამით გაიზარდნენ. და ამას უპირისპირდება კონფორმიზმი, ის ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოძრაობაში, დინამიკაში ყოფნა, აი ურჩევნიათ იყვნენ ფუმფულად, წყნარად, მშვიდად, ვიღაცის დალოცვის ქვეშ ავტორიტეტი ყავდეთ, რაღაცა, შეიძლება პატიოსანი, მაგრამ აი უხერხემლოც ამავდროულად აქაც მივათვალოთ და რომელსაც ასევე განეკუთვნება სამწუხაროდ თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ინდივიდებს თუ არ ჩავთვლით როგორც ინსტიტუცია საქართველოს ეკლესიის რასაც ეკლესიის მმართველი ორგანოები ქვია იქით ხარეს არის სამწუხაროდ ეს რეალობა უნდა მცირე გამონაკლისების გარდა და რომლებიც ანუ რეალურად ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებად ქცევის ასე ვთქვათ პროცესს ხელს უშლიან